ჯანმრთელობის ცენტრი მედინა ბათუმში 2008 წელს გაიხსნა. ხოლო აღნიშნულ ბაზაზე 2010 წლიდან პაციენტთა ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურება ხორციელდება. ამ დროისთვის კლინიკა მსხვილი მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულებაა, რომელიც არა მარტო აჭარას, არამედ მეზობელ რეგიონებსაც ემსახურება. კლინიკაში ფუნქციონირებს 8 დეპარტამენტი. საწოლების რაოდენობა კი 140 შეადგენს. თითოეულ დეპარტამენტში წარმოდგენილია მომსახურების ფართო სპექტრი და დასავლეთ ევროპის სტანდარტების შესაბამისი мაღალი донис сервиси. Когда я приехала в Батуми, моему сыну понадобилась небольшая медицинская помощь, и мне пришлось обратиться в одну из клиник Батуми, где не было никаких человеческих условий. И, наверное, как раз это послужило поводом, чтобы я открыла в Батуми одну из современных клиник. Мы открыли клинику. Конечно, было очень тяжело, потому что я не медработник, но в этом мне помогли мои друзья, мои врачи, с которыми я до сих пор работаю. Клиника была, конечно, очень маленькая, она была из 24 коек. Потребность уже, когда повысилась и не стали хватать места, я решила открыть уже более большую, многопрофильную больницу из 140 коек. გახსნის მომენტისთვის კლინიკისთვის შეძენილი იქნა იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურა. მედინას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ამ ტექნიკის მუდმივი განახლებაა. კლინიკა მედინაში რამდენიმე დეპარტამენტი ფუნქციონირებს. შინაგან სნეულებათა დეპარტამენტი, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი, ნეირომედიცინის დეპარტამენტი, პერინატოლოგიისა და მეანობა გინეკოლოგიის დეპარტამენტი, გადაუდებელი კარდიოლოგიისა და ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტი, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი, ამბულატორიულ პოლიკლინიკური დეპარტამენტი, კლინიკური ლაბორატორიის დეპარტამენტი. თუ რამოდენიმე წლის წინ ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც მეზობელ რეგიონში არ გახდათ თანამედროვე ტიპის საავადმყოფო, სადაც შეიძლებოდა თანამედროვე გამოკვლევების გაკეთება სწორი დიაგნოზის დასასმელად და აგრეთვე არ იყო ის შესაძლებლობები, რომ ჩატარებულიყო მაღალტექნოლოგიური სამკურნალო გამოკვლევების გარდა მკურნალობის სხვა მეთოდები და ოპერაციები. სასწრაფო ან გადაუდებელი მდგომარეობის დროს მედინაში მოყვანილი პაციენტი მორიგე ექიმის მიერ მიმღებ განყოფილებაში გამოძახებისთანავე ისინჯება და შესაბამისი პროცედურა ინიშნება. 24 საათიან რეჟიმში ექიმები ყველა სახის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მზად არიან. ჯანმრთელობის ცენტრ მედინას ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური კლინიკური ლაბორატორია, რომლის ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლევა ჩატარდეს სხვადასხვა სახის გამოკვლევები. კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული ბოლო თაობის ანალიზატორებით. გარდა ამისა, მაღალი ხარისხის რეაგენტები ზუსტი ანალიზების ჩატარების საშუალებას იძლევა. ეს ლაბორატორია თავიდანვე როცა გაიხსნა, ეს დაწესებულება და შესაბამისად ჩვენი ლაბორატორიაც ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენს ქვეყანაში, რომელიც აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა უზუსტესად ჩატარდეს კლინიკური გამოკვლევები. კლინიკა მედინას დიაგნოსტიკურ განყოფილებაში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, გასტროსკოპიული კვლევა, ეკოსკოპიური დიაგნოსტიკა, კარდიოეკოსკოპიური გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა, ციფრული რენტგენი, მამოგრაფიული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ანგიოგრაფია, რომელიც ულტრათანამედროვე ანგიოგრაფის საშუალებით მიმდინარეობს. კლინიკაში ასევე შესაძლებელია ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება, რომლებიც ახალი აპარატებით და მაღალი ეფექტურობით ხდება. კლინიკა მედინაში ფუნქციონირებს პერინატოლოგიისა და მეანობა გინეკოლოგიის დეპარტამენტი, სადაც ახალშობილების ჯანმრთელობაზე ათობით პროფესიონალი ზრუნავს. ქირურგიული გინეკოლოგიური ოპერაციების უმრავლესობა კი ლაპარასკოპიული ტექნიკის დახმარებით კეთდება. ახალშობილი და მისი ჯანმრთელობა აქ მთავარი საზრუნავია.
შარშან გაკეთებული ყველა გინეკოლოგიური ოპერაცია ჩატარებულია ლაპარასკოპიული გზით, მხოლოდ ერთეული ოპერაციებია გაკეთებული ვაგინალური ხირურგიით, ანუ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც ერთი ოპერაცია არ არის გაკეთებული ლაპარატომიით. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა წლების მანძილზე ხდებოდა, ეს დაუღალავი შრომის შედეგია. სხვადასხვა მიმართულებებში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის ექიმები გადიოდნენ სტაჟირებას მსოფლიოს 14 ქვეყანაში იმისათვის, რომ ჯერ შეესწავლათ, შემდეგ უფრო დაეხვეწათ და შემდეგ დაენერგათ ჩვენ კლინიკაში მკურნალობის ეს მეთოდი. სწორედ ამიტომ ახალშობილთა რეანიმაცია ყველაზე თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და ბავშვების ჯანმრთელობის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ბავშვთა რეანიმაციის გარდა კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს მოზრდილთა რეანიმაციის და კარდიორეანიმაციის განყოფილებები, რომლებიც ასევე თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. ჯანმრთელობის ცენტრი მედინას არსებობის 6 წლის განმავლობაში კლინიკის თანამშრომლები კვალიფიკაციის ამაღლების და მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის ათვისების მიზნით გაიგზავნენ 14-ზე მეტ ქვეყანაში, რამაც კლინიკას მისცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ისეთი ოპერაციები, რომლებიც რეგიონში სხვაგან არ ხორციელდება. Наверное, важнее всего в медицине не построить шикарную клинику, не завести современную аппаратуру. Наверное, скорее всего, самое важное – это сформировать хороший персонал, над чем мы и работаем в течение 7 лет. Мы свой персонал обучали на месте и посылали в лучшие клиники за рубежом. Благодаря своему профессионализму Медина сегодня является одной из ведущих клиник в Грузии. Я не постесняюсь этих слов сказать. Потому что не только в Грузии, сюда к нам приезжают из всех соседних республик, потому что уже все знают, какой профессионализм и какая высокая технология существует в Медине. კლინიკაში 400-მდე ადამიანი არის დასაქმებული და ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში პაციენტებს სრული სპექტრის სამედიცინო სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ.